ვარ კარიკატურისტი მხატვარი, თვითნასწავლი ანიმატორიც. მაინტერესებდა სად მთავრდებოდა ლიმიტი კარიკატურის. ჟირაფი ჟოზეს მეინ არტისტი ვარ. დღეს ვიმყოფებით გლობალური არტისტის სკოლაში და ეს არის კემო. კემო, გითხარი, ვინ ხარ, რა ხარ, რას წარმოადგენ, როგორ არსებობს საერთოდ? საერთოდ როგორ არსებობს? როგორ არსებობს საერთოდ? ამას თუ არსებობა ქვია, ეს ხუმრობით. ვარ კარიკატურისტი მხატვარი, პროფესიით გრაფიკოსი, თვითნასწავლი ანიმატორიც რაღაც დონეზე, მაგრამ ანიმაცია და კარიკატურა ძალიან ახლოს არის ერთმანეთთან, ბიძაშვილები ვით არიან და ჩემი თავი ამ გრაფიკიდან და ჰიპერრეალიზმიდან გადავიყვანე კარიკატურის შექმნაში. ეს იყო 2004 წელს, 21 წლის წინ და мотивация რამაც მომცა იყო კონკურსი, სადაც ავიღე პირველი ადგილი კარიკატურის კონკურსში. რა თქმა უნდა, რამდენიმე ნომინაცია იყო და არც ისე ბევრი მონაწილე ვიყავით საქართველოში და ერთი იყო ზალიკო სულაკაური და მეორე მე ვიყავი და მესამე გურიჩა. და მაგან მომცა мотивация, რომ მე დამეწყო კარიკატურების უფრო აქტიურად შექმნა, პერსონალური გამოფენა გავაკეთე მე 2 წლის მერე 2006-ში. დავიწყე ქართულ პრესაში მუშაობა, ჟურნალებში, თუ გახსოვს, ჟურნალი ოსკარი გამოდიოდა მაშინ და პოსტერებს აგროვებდნენ ხოლმე ახალგაზრდა თინეიჯერები და ჩატირო იყო ხოლმე შიგნით. მაგაში დავამატეთ კარიკატურული პოსტერები. შოუ ბიზნესის წარმომადგენლებს ვხატავდი ხოლმე მაშინდელს, აღარ მახსოვს ხა US5 იყო ხოლმე და რაღაც ტოკიო ჰოტელი და მაგათი პოსტერები მიწევდა ხოლმე ძირითადად დამეხატა. მაგის მეორე პერსონალური გამოფენა გავაკეთე 2-3 წელიწადში, სადაც უკვე უფრო დავხვეწე ჩემი ეს კარიკატურის მიმართულებით ეს უნარები. უნარებში გულისხმობ იმას, რომ კარიკატურის დახატვა არ არის რომ რაღაცას ვერ ამსგავსებ და მაგას ყოველთვის კონკრეტებ ხოლმე ადამიანებს, რომ გონიათ ხოლმე რომ რაღაცა ვერ დახატეთ და კარიკატურა გამოვიდა და სასაცილოა. არა. ესე არ არის. კარიკატურა არის ბევრად უფრო მაღალი საფეხური, ზედა ლეველი, ესე გამოვიყენოთ ეს სიტყვა, როგორც სურეალიზმი მაგალითად რა. აღონ იუმორის თანხლებით, იუმორის გარეშე დიდი ნაწილია იუმორის. იუმორის გარეშე კარიკატურას ვერ დახატავ და ანატომია გჭირდება ძალიან სერიოზულად რომ იცოდე, სახის განსაკუთრებით რომ სწორად დაშალო და სწორად დაანგრიო სახე. შეიძლება გაწყვიტო კიდეს, მაგრამ მსგავსება შეინარჩუნო. დავხვეწე ეს უნარები, მაშინ ძალიან ისე არ ვიყავი ინტერნეტთან მჭიდრო კომუნიკაციაში და მე უფრო აქტიურად რომ შემოვიდა ეს სოციალური ქსელები და გავეცანი უფრო მეტ ცნობილ უცხოელ კარიკატურისტებს და ბევრი რაღაც გავიგე, ვისწავლე და ყოველთვის ჩემ თავს ვაწვებოდი და ვაძალებდი რომ რაღაცნაირად განვითარებულიყავი უფრო მეტად და არასდროს არ მაკმაყოფილებდა ის რასაც ვხატავდი იმ წუთას. კედელზე დიდხანს არ ვაჩერებდი და იგივე ნახატებს, იმიტომ რომ მბეზდებოდა და მინდოდა რომ ეგრევე უფრო განსხვავებული ხელწერით დამეხატა და უფრო მაინტერესებდა სად მთავრდებოდა ლიმიტი კარიკატურის. სადამდე შეიძლება რომ დაშალო ეს ადამიანის სახე ანატომიურად, სადამდე შეიძლება რომ მსგავსება არ დაიკარგოს. და დღესაც მაგ ბრძოლაში ვარ საკუთარ თავთან. 2011 იყო 12 წელი, სადღაც მაგ პერიოდში ძალიან ერთ-ერთი კიდეს მამოტივირებელი ჩემთვის იყო, რომ ქართული იუმორის ენციკლოპედიაში მოვხვდი ბევრ ისტორიულ პიროვნებასთან ერთად. რა ვიცი, კემო ვარ, მაგრამ კემულარია ვარ გვარად და აქედან გამომდინარე მქვია სახელი და გვარის მიხედვით მოვხვდი კახი კავსაძისა და კვანტალიანის შუაში რა და აი ჩემთვის რამხელა мотивация და რამხელა ის იყო პასუხისგებლობა პირველ რიგში რომ ხალხს არ უნდა გაუცრო იმედები რომ რაღაცა უფრო მეტი უნდა დადო შედეგი რა ამ ხელა ფიგურების გვერდზე რომ ხვდები რა ძალიან დიდი ის არის პასუხისგებლობა ჩემთვის. მაგის მერე მოკლედ აქტიურად ჩავერთე საერთაშორისო ფესტივალებში, სადღაც 17-მდე კონკურსში სამეულში მოვხვდი და აქედან 3-ში პირველი ადგილი ავიღე საერთაშორისო კონკურსებს გულისხმობ სხვადასხვა ქვეყნებში. ბევრ ქვეყანაში კი მიწვეულის ბევრგან ვიყავი, ბევრი სრულიად თავიანთი დაფინანსებით, ზოგან ნაწილობრივი დაფინანსებით, სადაც მქონდა ესეთი ოცნება რომ აი თქვა ეს ჩემთვის კარიკატურისტებისთვის 64 არის და ეს არის პლანეტაზე ნომერი პირველი ფესტივალი, იქაც მივედი იქამდე რომ გავიმარჯვე და ავიღე ორჯერ პირველი ადგილი და მესამე სხვა ქვეყანაში. ესეც რა თქმა უნდა ძალიან мотивациას გიზდის და გიმაღლებს. კემო, როდის
მივხვდი რომ კარიკატურა ის არის რაც გინდა რომ აკეთო, ან ბავშვობაში ხატავდი, როგორ დაიწყო შენში ეს შემოქმედება, როდის გაიხსნა? აი როგორც გითხარი, ვიყავი ესე იგი ძალიან შეყვარებული რეალისტურ მხატვრობაზე, გრაფიკაში ძირითადად ფერადიც და შავ-თეთრიც და მიყვარდა ნატურალიზმი, აი წამწამების ბლიკებსაც კი უხატავდი. ბავშვობიდან ხატავდი? ბავშვობიდან ხატავდი, ოღონდ რა თქმა უნდა პროფესიონალურად ვერ დახატავ პატარა როცა. აკადემიაში არ განიხილებოდა ჩემი ფასიან სექტორზე მოხვედრა, იმიტომ რომ ძალიან გაჭირებულ პირობებში და ოჯახში ვიზრდებოდი და ამიტომაც ან უნდა უფასოზე მოხვედრილიყავი, ან საერთოდ ვერ ვისწავლიდი. და როგორ მოახერხე? ძალიან ბევრი შრომით. მოხვდი უფასოზე, სტიპენდიაც ჰქონდა, ნუ მაშინ რა თქმა უნდა 30 ლარი იყო ჩემი სტიპენდია და ეგ რა პერიოდი იყო? რა პერიოდი იყო და 2002-2003 წლები. ოკეი, არც ისე მისყოფილა. ხო, ნუ აი მაგ წლებში ჯერ ისე ის ძველი დრო იყო, 90-იანების თემა, გადმოყოლილი იყო და შეცვლილი არ იყო ეს ყველაფერი. ჩემზე მეტად უხარდა ჩემ ჯგუფელებს სტიპენდია რომ ქონდა? ხო, იმიტომ რომ ყველასთვის ის იყო რა, თვის ბოლოს ყველა ელოდებოდა რომ წავსულიყავით ერთად სადმე რა. ხალხაგულავ. ხო რა. მაგდროს 50-60 ლარი ქონდათ ხოლმე ლექტორებს ხელფასი და არც ისეთი პატარა სტიპენდია იყო მაგ დროისთვის მინდა გითხრათ. 2004-ში რომ მოხდა ეს ჩატარდა კარიკატურების კონკურსი, მან ჩემმა გამარჯვებამ მომცა мотиваცია რომ კარიკატურებზე გადავრთულიყავი ამ რეალისტური მხატვრობიდან. და ამის მერე მოკლედ მოვიწამლე. ეხა ხატავ ეს რეალისტურებს თუ მარტო კარიკატურები არის რასაც აკეთებ? ბოლო ნახატი რაც დავხატე, გახლავთ ჩემი საყვარელი ადამიანი. მოკლედ რეალისტურად ვხატავ. მაგის თქმა უნდა. ხო, ანუ არასდროს არ ვინახავს. აი ეს არის ხო ეს ნახატი. ოკეი. დავასურათე ანატომიის მე-9 კლასის წიგნი დაახლოებით 15 წლის წინ, მაგრამ ეხლაც რამდენიმე სკოლაში ისევ იმ წიგნითაც მიდის სწავლება, ანუ ჭრაში რაღაც ორგანოები, ანუ ენციკლოპედიური სტილის ნახატებია ძირითადად. და ძალიან შეყვარებული რო ვიყავი ანატომიაზე, ერთი ეგ იყო მან ჩემთვის ის რაღაცა ბიძგი და მეორე კიდე არ იყო მაინც და მაინც დალხინებული პერიოდი მხატვრებისთვის, რომ შენი რაღაცა შემოსავლით ისე ბედნიერად გეხარჯა თანხა და ეს ზოგადი პრობლემა არის ყოველთვის. ამიტომაც ორივე მიზეზი საჭირო იყო ჩემთვის, შესაბამისად ფინანსური დაინტერესებაც იყო და ანატომიის რაღაცა ძალიან ისე მიდრეკილება, რომ აი ანატომია რაღაცა ფუნდამენტალურად გამომესახა. მაგის მერე რაც დაიწყეს კარიკატურების ხატვა და გამარჯვებები, შემდეგ ვიცი რომ ანიმაციებშიც ამოყავი თავი და ეგ პროცესი როგორი იყო? ანუ როგორ მოხდი ანიმაციებში? დავიწყე ჩემით პატარ-პატარა გიფების ფოტოშოპში? ფოტოშოპში, ჯერ ვხატავდი ხელით, სახში მქონდა სკანერი. დავხატავდი ფანქრით, ამოვხატავდი ტუშით. მერე ამას ვასკანერებდი, შენ ყავდა უკვე მერე ფოტოშოპში. მერე ფოტოშოპს არ ქონდა ჯერ გიფების არ ქონდა? არ ქონდა. მაშინდელ ფოტოშოპი 7 იყო, მე მგონი თუ არ მეშლება, ბუმბული და თვალი რო იყო ლოგოზე. და გადამყავდა მერე ეს უკვე იქ ფერ ჩასხმული, აი რა საშინელება არის. ანუ რამდენ სწავლობდი? ეგ მეთოდი გასწავლეს თუ შენ თვითონ? არა, უბრალოდ რაღაც დონეზე გავეცანი ჩემი რისერჩით. ვასხავდი ფერებს და პატარა გიფებს ვაკეთებდი, აი რაღაცა სიარულის, რაღაც კონკრეტულად ეპლის მოძრაობის, ცხენის სირბილის, აი კარიკატურისა და ანიმაციის კავშირი ერთმანეთთან არის ძალიან მჭიდრო, შესაბამისად მინდოდა რომ კარიკატურული მუდმივს გამეკეთებინა. მაქამდე კიდე მოვსინჯე როტოსკოპია, ხელით გადახატვა. ხელით ამოვბეჭდე სათითაოდ ამ რაღაცა რომელიღაც კლიპების მოიცა ამოვბეჭდე და ისე დახატა? დავბეჭდე და ზემოდან ან განათებულ მაგიდაზე ზემოდან ვცდილობდი რომ სხვა ფურცელზე ამომეხატა ოღონდ სტილში უნდა ყოფილიყო. რთული არ არის პროცესი? მგონი რომ ძალიან რთულია. რთულია, მაგრამ არ ვიყავი ძალიან მჭიდროდ რაღაცა კომპიუტერთან და არ ვიცოდი ეს ბევრი არც იყო რეალურად მაგდროს იყო მაკრომედია ფლეში. არ ვიცი შენ გახსოვს თუ არა? არა. მაკრომედია ფლეში ანიმაციებს ვაკეთებდით და ვაკეთებდით ვებსაიტებს კიდე. ძალიან სასაცილო პერიოდი იყო, იმიტომ რომ ეს ზოგი კომპიუტერი ვერ ხსნიდა საერთოდ საიტს, იმიტომ რომ ფლეში უნდა დაგეყენებინა კომპიუტერში, რომ საიტი გაგეხსნა. თორე საიტი არ იხსნებოდა. ხო. ვებსაიტებს 30 და 40 ლარებში ვაწყობდით ხოლმე მაგ დროს, მე და ჩემი მეგობარი. სიგნიფიკაცია. პატარ-პატარა გიფების გარდა ცოტა უფრო სერიოზული რაღაცები ქონია შექმნილი? მარტოს არა, მას შემდეგაც მე და
გიორგი მარშანია ერთმანეთი გავიცანით. თავიდან ძალიან ეს უცნაურ გარემოებაში მარშანია გიორგის ძალიან ეხლა უკვე ძალიან ახლო მეგობრები ვართ. როგორც გავიგე მე ძალიან უნდა და რაღაც მულტფილმთა იდეები ქონდა და უნდა და რაღაც ანიმაციებში ეცა და ბედი და იმ დროს მეც იგივე მოთხოვნილება მქონდა და მაგ დროს stop motion-ს ვასწავლედი ერთ-ერთ სასწავლებელში ლექტორად მუშაობდი და stop motion-ში რაღაც პლასტილინის ანიმაციებს უხსნიდი სტუდენტებს. და აი ზუსტად მაგ პერიოდში ზაფხული იყო მე მგონი, იქ შევხვდით ერთმანეთს, ვისაუბრეთ, იმან თავისი მითხრა, მე ჩემი და გავცვალეთ იდეები, რაღაცა ორივე აჟიტირებულები და მოდი ვცადოთ რაღაც გავაკეთოთ. მოვსინჯეთ თავიდან stop motion-იც მოვსინჯეთ. მერე მაგის მერე გქონდა ესეთი ხალხმა კარგად იცის ალბათ პაროდიული სერიები დათა თუთაშხიაზე. მე რაც ვნახე პირველი ერთ-ერთი თქვენი. საკმაოდ ესეთი სასაცილო და კარგი პროექტი იყო და მარტო თუთაშხიაზე არ უნდა ყოფილიყო, მან იყო კიდე ჯანაფიქრში რომ ნატრის ხე და კიდე სხვადასხვა ფილმებზე უნდა გავუკეთებინა ალტერნატიული იუმორისტული დასასრული ოღონდ, რა თქმა უნდა, არა აგრესიული და არა ბოროტი. შეურაცხყოფელი არ იქნებოდა, რა თქმა უნდა, ეს იქნებოდა უბრალოდ იუმორზე დაფუძნებული. რატომღაც მაგ პროექტმა მე ვეღარ დაკაჩა ესე რო ვთქვათ და მე დავიწყეთ ფიქრი საბავშვო სერიალზე. ნუ მანამდე კიდე ერთი პროექტი იყო, იცოდე შენი ქვეყნის ისტორია, ეთნიკური უმცირესობებისთვის, ბავშვებისთვის, რომ გაეცნოთ საქართველოს ისტორია და ბევრი ისეთი სერიოზული ფაქტი საქართველოს შესახებ. და დავიწყეთ მოკლედ მივედით იქამდე, რომ შეგვექმნა პერსონაჟი საბავშვო, რომელიც თქვათ ახლა როგორ უნდა შეგვექმნა პერსონაჟი, ხო? რაც ახლა მაგ დათუნიაზე ყველა ქვეყანაშია დათუნია ცნობილი პერსონაჟები, არის უამრავი, ხო? შეიძლება რაღაცა ძაღლიც იყოს უამრავგან, რაღაცა ცნობილი პერსონაჟი, კატაზეც რამდენი არის, ხო? ტომი ჯერს. მოკლედ ვიფიქრეთ და ბოლოს ჟირაფზე შევჯერდით, იმიტომ რომ ჟირაფი ყველა მულტფილმში, ცნობილ მულტფილმებში არის რაღაცა ეპიზოდური ან მეგობარი ან თავარი არა. სახელზეც მე ესე მახსოვს რომ კასტინგი ჩავატარეთ და იქ გამარჯვებული სახელი, ვისაც მეტი ხმა ქონდა იმან ის დარჩა. იყო იქ სხვა ვერსიები ჯუჟუ და რაღაც ვარიანტები იყო და მოკლედ ჟოზე დარჩა. ამის მერე მოკლედ ჩვენ ძალიან ესე ექსპერიმენტალურ რეჟიმში და ეს ძალიან ენთუზიასტურ ამბავში ვიმუშავეთ რაღაც პერიოდი და გავიდა რაღაც რამდენიმე წელი, მე რაღაც სახლის მშენებლობის პროცესში ვიყავი, არ მეცალა რომ რაღაცა უფრო აქტიურად ვემუშავა, რაღაცა ესეთი პერიოდი იყო. ზირთადად თქვენ რო დაიწყეთ რამოდენიმე წელი ენთუზიაზმით მუშაობთ. კი, რამოდენიმე წელი და რაღაცა დემოტივირებულები ვიყავით და რა შეიქმნა ჟოზეს. პირველი რაც დავიწყეთ ის პირველი არ გამოვიდა მეგობრებზე რო იყო. ეგ პირველი არ გამოვიდა რეალურად, მაგრამ დავიწყეთ, მაგრამ დაუნთავრებლად ვაგრძელებდით, იმიტომ რომ რაღაც ჩვენი საქმეები რაღაცა ვერ ვიცლით, ვერ ასწრებდით ხოლმე და პირველი რაც გავარდა და პირველი რაც იყო, მე როგორც მახსოვს და თუ არ მეშლება, შენ შეიძლება უფრო კარგად გახსოვდეს, ეს იყო მათემატიკა, ხიარული მათემატიკა, სადაც შენი ძალიან დიდი წვლილი არის, მინდა საზოგადოებას უთხრა და გავარდა და მე მაგანაც, რა თქმა უნდა, კიდე მოტივაციაც გაზარდა, მუხტიც თავისთავად მატულობს. მე უფრო სხვა ძალებით, განახლებული ძალებით, იმედებით და ძალებით. არაჩვეულებრივი ადამიანი შემოვიდა ჩვენთან, ირაკლი ნადირაძე, რომელმაც გიორგისთან ერთად უფრო სხვა ძალებით და სხვა შემართებით მიაწვა საქმეს. ორივე ხელი მაქვს აღმართული და გვერდში უდგავარ გუნდს და ძალიან მოტივირებულიც ვარ და მძიმე პერიოდებიც გამოგვივლია და კარგი პერიოდებიც ჰქონდა და ჟოზე არის ჩემი აზრით უკვდავის ქართული პროექტი, რომელზეც უკვე თაობა, ჟოზეს თაობა ქვია რაღაც კონკრეტულ ასაკს. ასე რომ ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ყველა ბავშვმა იცის ჟირაფის ჟოზე. ანუ მე ძალიან მიხარია, რომ ამ პროექტის მონაწილე ვიყავი და მთელი ცხოვრება ვფიქრობდი, რომ რაღაც ღირებული მინდა შევქმნა და ჟოზეს სახით ცოტა ღირებულ რაღაცაში მივიღე მონაწილეობა. კი და შენ ჟოზეს ისტორიის ნაწილი ხარ, რა თქმა უნდა. დავამატებ რა გამიხარდა ყველა ძალიან. პარიზში ვიყავი ფესტივალზე წასული შარშან და იქ რო გავიცანი ქართველი ემიგრანტები ამ ფესტივალზე მოვიდნენ და რო გაიგეს რომ ჟოზეს მხატვარი ვიყავი და კარიკატურებს უხატავდი ხალხს და ბავშვმა წაიღიღინეს ჟოზეს სიმღერები ქართულად. ოღონდ იქ დაბადებულმა ბავშვებმა
და მე რაღაცა შევიკითხე, სხვა სიმღერაც იცით თუ არა, მეთქი რაღაცა კითხვები დაუსვი და ვერ გაიგეს რა უთხარი, ქართული არ იცოდნენ. პაპა დაუწყეს. მამამის დაუწყე ხარ, პაპა რაღაცას მეუბნება ვერ გავიგეო და ამ დროს ქართულ სიმღერას ვღებ და ჟოზეს და აი ჩემთვის იყო რაღაცა აი თან გამიხარდა, თან რაღაცა თითქოს აი სენტიმენტალური ისინი მომაწვა რაღაცა, რომ ქართული არის და ჟოზეს სიმღერები რო იცის ბავშვმა აი ძალიან სხვა იყო და მაგარია. ძალიან, ანუ იდეაც ხო ეგ იყო, რომ ქართველები ძირითადად უცხოურ ანიმაციებს უსმენს, სადაც ABC-ს სწავლობ და ამ დროს ქართული არ არის და უცებ ქართული ჟოზე შემოდის, რომელიც ქართულად გასწავლებს. აბსოლუტურად სწორი პროექტია და საგანმანათლებლო ხაზი უჭირავს და ამ სიმღერით და ამ თამაშით და ცეკვით და უამრავი წვრილმანით და ჟოზეში არის ინტეგრირებული ბავშვის განვითარებისთვის არის ძალიან აუცილებელი და ეს არ არის მარტო რომ აი სკროლავდეს და დროს კლავდეს და ვაიმე მარტო საჭმელი ჭამოს ოღონდ ბავშვმა და რაღაც არა იქიდან ბავშვები უკვე მომზადებულები არიან ხოლმე სკოლაში და საბავშვო ბაღში უკვე რაღაც დონეზე იციან დასაწყის კლასებში როცა გვასწავლიდნენ წელიწადის დროებს და რამდენი თვე არის და თვეებს ანუ ისე ვიჭედებოდი, ვერ მახსოვრდი და ეხლა დარწმუნებული ვარ ჟოზეს დახმარებით ბავშვებმა ეგ იციან და მარტივია მაგაცთვის და აი კარგი პროექტია ძალიან აუცილებელი იყო ჩემთვის ჟოზეს შექმნა. კებო, შენ ჟოზეს გარდა კიდე ანიმაციები რა სხვა გამოცდილება თუ გაქვს რამე სხვა თუ შეგიქმნია? ანიმაციებში შემიძლია გითხრა რომ მე და ჩემმა მეგობარმა ზალიკოს ულაკაორმა გავაკეთეთ თხამ ვენახი შეჭამა ზალიკოს ხელით დახატული ბავშვური სტილის ნახატები უნდა დაეხატა და ეს რაღაცა ბავშვურ სტილში ფანქრით და მარკერით და რა და აი ესენი გავაცოცხლე ნაწილობრივ აპლიკაციური მეთოდით და ეს იყო ჩვენი ორი ადამიანის შექმნილი ანიმაცია თხამ ვენახი შეჭამა რომელიც რა ვიცი საკმაოდ მილიონებიც იყო მე მგონი ნახო ხო კახათისკარიძის სიმღერაზე ხანუმებთან ერთად ასრულებდა რაში შევქმნით ხელით დახატა ზალიკომ ნახატები მე დავჭერი კლიანად ისინი რა ჩათვალე რომ რაღაც ბოუნების სისტემის მაგვარი ანუ ნაწილ დაჭერა ხელით ცალკე ოღონდ იქ რაღაც სადღაც უნდა მიახატო სადღაც რაღაცა და ამრგვალო რომ სწორად იმოძრავოს და აი ამ მეთოდით ძალიან მალე გავაკეთეთ ეს კლიპი. ფაფეთ ანიმაციასავით იყო რა. დაახლოებით. მაგრამ ანიმაციაზე იმდენად ფოკუსირებული არ ხარ, ძირითადად უფრო კარიკატურებზე ხარ ხო? უფრო კარიკატურებზე, მაგრამ დღესაც ჩვეულებრივად ჟირაფი ჟოზეს მეინ არტისტი ვარ, ხატავ ბექგრაუნდებს, ფონებს ჟოზეს სერიებისთვის და ასევე მუშაობ ჩვენს ახალ პროექტზე, ეს არის დრაკონი დუქსი, სადაც ცოტათი განსხვავებული სტილია, განსხვავებული ჟოზესგან, იქ ნუ რაღაც დეტალებში რო არ ჩავიდეთ და იქ რაღაც ზოგს კონტური არ აქვს, ზოგს აქვს, ფერებში სხვა პალიტრა გვაქვს. მოკლედ დუქსიც საბავშვოა, შეიძლება ცოტა ჟოზეს ასაკზე ოდნავ მეტი, მაგრამ მე მგონი პლუს მინუს მაინც ერთ და იგივე ასაკისთვის არის და დუქსი არის ცოტათი ონავარი ვიდრე ჟოზე. ჟოზე ცოტა მასშტაბური პერსონაჟია და დუქსი დრაკონი, ქართველი დრაკონი, ქართული რაღაცა ნიშანიც უჭირავს ამ სიმღერებს. მოკლედ ძალიან კარგი პროექტია და მე მგონი ბევრად უფრო სწრაფად ვიდრე ჟოზე გახდება დუქსიც არანაკლებ ცნობილი. და კაი, მეც რაღაც ანიმაციები ვნახე დუქსის უკვე. და მგონი ბევრი მონახაც ძალიან საყვარელი პერსონაჟია. კი. როგორც არტისტი, რა იყო ყველაზე ესეთი შთამბეჭდილება შენთვის? აი რა გამოცდილება რაც შეგიძლია რომ გააზიარო რაღაც სორდება ესეთი რაც შთამბეჭდილება, რომელმაც ჩემზე კვალი დატოვა. ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი რაც შეიძლება გამოვყო, პირველივე რო გაგახსენდება, რომ დაფიქრდები და პირველივე რო ის გახსოვს. იყო ის რომ მე შევხვდი ავსტრიაში ფესტივალში მონაწილეობის დროს შევხვდი ჩემი ოცნების კარიკატურის, რომლის ნახატებზეც შემიძლია თქვა, რომ გაზრდილი ვარ. წიგნი გამოვეცი მანამდე და წაღებული მქონდა და იქ რაღაც მხატვრებს გვაქვს ხოლმე ესეთი შოუსავით, რა ვიცი ხოლმე, იქ რაღაცა წიგნებს გავშლით ხოლმე, ვისაც უნდა შეიძენს, ზოგს ჩუქნით, მნიშვნელობა არ აქვს. და პრეზენტაციასავით მქონდა ეს გაშლილი წიგნი და ათვალიერებდა ეს სებასტიან კრუგერი, გერმანელი კარიკატურისტი, ჩემ წიგნს. ვერ მოვითმინე და მივარდი. და უთხარი რომ მე თქვენს ნახატებზე ვიზდებოდი, ვიხატავდი და ჩემთვის იყავი ინსპირაცია. და ეს ადამიანი, 80-იანებში უკვე ლეგენდა იყო და ხვდები ხა უკვე საკმაოდ ასაკშია და გაუხარდა და თან მისი სიტყვები რაც მითხრა იყო ის რომ ეხლა რომ შენ ნახატებს უყურებო და მე თვითონაცო ბევრი რაღაც მაქვს სასწაულიო გაზრიადების და
სახის დესტრუქციის კუთხითო. და შენ მასაყვარელმა არტისტმა გითხრა რომ შენგანმა ხო აი არ ვიცი რა შევადარო როგორც ახლა მსახიობი რო ხარ და ვიღაც ლეგენდა ოსკაროსანი მსახიობი რო გეუბნება რომ მე შენი ფანიც ვარ რო უყურებ მომწონს შენი ნახატი აბსოლუტურ დაფასებას მიაღწია ჩემთვის ეგ იყო არ ვიცი აი ეგეთი რაღაც ვერ წარმოვიდგენდი საერთოდ რომ კრუგერ შევხვდებოდი იმიტომ რომ მისი ერთი კარიკატურები დღესაც რო ინტერნეტში ვნახოთ რა ვიცი 70000 ევროდან ზემოთ ცალი ნახატის ფასი აი ძალიან ესეთი ცნობადი და ძალიან ძლიერი კარიკატურისტი არის მაშინაც და დღესაც უნდა. ძალიან მაგარი ამბავი, ანუ შენი კუმირს რო ხვდები და შენი კუმირი რო გაფასებს იმ დონეზე, რომ შენგან მაგ სასწაულია გითხრა. კი, და სხვა ციგნი შეიძინა ჩემგან. რა არის ზოგადად ჩვენთვის ინსპირაციის წყარო? ინსპირაციას რაღაცა აი მუზა რომ მოგივა, რისგან შეიძლება იყოს, რომ გაქვს ეს? ძალიან კარგად და მარტივად შემიძლია მაგას პასუხი გაგცე და გეტყვი. ესე იგი ცხოვრებაში რაც დავიწყე და ხატვა რაც დავიწყე ხატვა და კარიკატურის ხატვაც სამჯერ გამოვიცვალე სტილი ოღონდ ეს არ იყო ისე რომ მოდი ახლა სტილს გამოვიცვლი ხო ბუნებრივად მოხდა არა ბუნებრივად და თან რაღაცა კონკრეტული რაღაც ფაქტი მაძლევდა მიზანს რომ მოდი რა რაღაცას არ ვაკეთებ ისე როგორც უნდა ვაკეთებდე და მოდი რაღაც აი ვიცი რაც მინდა და მოდი იმას გავაკეთე. აი მაგალითად გეტყვი რომ 2009 წელს ესეთი ვებსაიტი იყო Tumpool საერთაშორისო კარიკატურისტების და კარტუნისტები არ ვიცი როგორ შეიძლება თარგმნო ან თემატური კარიკატურები სიუჟეტური. მაგის ვებსაიტზე ერთ-ერთმა ძალიან ძლიერმა კარიკატურისტმა ამირ თაქიმ ესეთი სახელი და გვარის ავტორმა მითხრა რომ მოდიო კონტურებით ხატაო კარიკატურებს და მე შიგნით მაუსით ვაფერადებდი ხოლმე მაგ პერიოდში. და შეცვალეო ეგო და დაიწყო სხვა გადადი შეცვალეო რა ანუ მაგით ეს ხო არ არის უშან მთელი ცხოვრება ხო ესე არ უნდა ხატო რაღაცა შეცვალეო და მოდი ის გააკეთეო რაც შენ თვითონ მოგწონს ყველაზე ძალიანო. გავხსენი გონება გამოცარიელ და უცებ ძალიან დიდი ადგილი ჩემ ტვინში და დავიწყე განახლებული სტილით ხატვა. რა თქმა უნდა, ნახტომი იყო შემოქმედებაში და ძალიან დიდი წინსვლაც მოყვა მაგას ჩემი კარიერული კუთხით. ანუ ეგ იყო ზრდა ჩემთვის რა იმის რაღაცა კონკრეტულმა ნათქვამმა ჩემზე იმოქმედა, იმიტომ რომ დამაჯერებელი იყო თვითონ პიროვნება. და ენდობოდი ადამიანს რომ მისგან რაღაც მიიღო, ხო? ხო. შესაბამისად მისი ნათქვამი ჩემთვის გარდამტეხი აღმოჩნდა მაშინ. მაგის მერე გავიდა წლები, გავიცანი ეხანდელი ჩემი უკვე მეგობარი, მაგრამ მაშინ პირველად შევხვდი ბუქარესტში, რუმინეთში, კარიკატურის კონვენციაზე ვიყავი. ემერსონ ბოკას, ბრაზილიელი კარიკატურისტია, რომელიც შარშან პირველ ადგილოსანი გახდა ამერიკაში, ფლორიდაში. ოქროს თასის მფლობელია. შევხვდი ემერსონს ჩემი ხნის არის ძალიან ესეთი ძალიან მეგობრული, კარგი ადამიანი და ძალიან ძლიერი კარიკატურისტი. და რა მოხდა ეხლა მან? თაღამოს, ნუ after party დავარქვათ, რაღაცა ლუდს ვამდით ბარის სიტუაციაში და უბრალოდ საუბრობდით. ანუ როგორ შეიძლება რომ ხატვარს რაღაცა ესეთი ცხოვრებისეული რადიკალური რაღაცა ცვლილება დაგემართოს ისეთი რომ რაღაც გარდამტეხი შეიძინოს შენ ცხოვრებაში რა კვალი დაგიტოვოს მაგრამ მოხდა ემერსონ ბოკა მითხრა ესეთი რაღაცა გატყობო რომ ცდილობ რომ არ აწყინინო ადამიანებს გული არ ატკინო ან რაღაცა ვიღაცის აზრს ითვალისწინებ რომ დიდი ნესტოები არ დამეხატო ან რაღაცა ყურები არ გამიზარდო სპილოსავით და მაგას ითვალისწინებო და მაგ ჩარჩოში ზიხარო. თუმცა გეტყობაო რომ გინდაო რაც შენ გინდა იმას არ აკეთებო რა. და მე ვთხარი მაგას ნუ შედეგები ის მოყვება მეთქი რომ დავკარგავ ჩემი შემკვეთების დიდ ნაწილს 90%-ს. არა უშავს. მეც მქონდაო ეგ მომენტი დამიდგაო და დავკარგეო ძალიან ბევრი ჩემი შემკვეთიო, მაგრამ მე ვინც მოვიდაო ახლები. ისინი იყვნენ ვისაც ჩემი საყვარელი არტი უყვარდათო. და მართლა შენი დამფასებელი, მართლა შენ რაც გინდა იმას რო აკეთებ და ის ხალხიც მიმდევრებია, ფოლოვერები, მიმდევრები. მოკლედ აი, ბოლომდე შევიძინეო ჩემი საყვარელი საქმისადმი
მაქსიმალური სიამოვნების მიღება და ამავდროულად თან ფინანსურადაც რა თქმა უნდა იქიდან ვიღებდი შემოსავალს, რაც მე მიყვარს იმას რომ ვაკეთებდი. ხო. შესაბამისად ესეც კიდე ერთ-ერთი ტრიგერი გახდა мотиваცია და ამის მერე მე საერთოდ შევცვალე სტილი, მოვატრიალე ბოლომდე, წავშალე უამრავი ჩემი ნამუშევარი, დავიწყე სახეების დაშლა ბოლომდე, ლიმიტების ძიება, დღესაც მაგის ძიებაში ვარ, რომ არსებობს მილიარდობით სახე, ხო? და ყველა სახე საინტერესოა ჩემთვის, არ არსებობს ადამიანი, ვისი კარიკატურაც არ დაიხატება. ყველა საინტერესოა და შეიძლება ყოველდღიურად დღეში 10 ჯერო დახატო ერთი და იგივე ადამიანი 10-ვე ნახატი სხვა იყოს, მაგრამ 10-ვე იყოს ერთი და იგივე ადამიანი. რომ შეხედავ, მიხვდე რომ შენ ხარ, მაგრამ 10-ვე იყოს აბსოლუტურად განსხვავებული. რაღაცები გაუქრო, რაღაცები გაწყვიტო, რაღაცები შეცვალო, მაგრამ მსგავსებას ტოვებ. ეს არის ძალიან სასიამოვნო ექსპერიმენტი და ერთის დავამატებ იმას, რომ ჩემი აზრით კარიკატურა არის გარკვეულწილად ჯაზი. ან ჯაზში რომ ჯაზ იმპროვიზატორი რომ აკეთებს კონკრეტულ თავის კვადრატში იმპროვიზაციას და ის იმწუთას წერს, როგორც მაგალითად ავიღოთ რეპერი. ანუ ვინც იქვე ადგილზე ქმნის რაღაცას, ხო? ანუ იქვე ქმნის ხელოვნებას. მე უფრო ჯაზს შევადარებ, რომ ჯაზი უფრო ჩემთან ახლო არის და იგივე ჯაზის იმპროვიზაცია არის. იმ წამს მე შენ შემოგხაზავ ერთ წუთში და შენ ხარ იმპროვიზირებულად დახატული, ეს არის იგივე ჯაზური მონაკვეთი, ჯაზური რაღაც კომპოზიცია, რომელიც მხოლოდ ერთხელ შესრულდა. ისეთი აღარ გამეორდება, უნიკალური არის. შენ ეხლა რაც თქვი იქ რომ ფორმებს ცვლი, რაღაცებს აკლებ, ცხვირი არ აქვს დავუშვათ ან რაღაც ნაწილები არ აქვს ხაულის. ამ მიმართულებას როგორც ხვდები სხვა არავინ არ აკეთებს და პირველია ვინც შენ შექმენი. მე უფრო ესე ვიტყოდი რომ როგორც ასეთი სტილი, ჩემი სტილი არ არსებობს და ჩემი სტილია და ამ ასაკში მე უკვე მაქვს ჩემი სტილი მიღწეული და რა თქმა უნდა სტილი შეიძლება ხვალზე საერთოდ ახალ სტილზე გადავეწყო, მაგრამ ზუსტად ესეთი როგორცაც მე ვხატავ, ესეთი სტილი არ არის. შეიძლება სახის გაწყვეტები და იქ რაღაც თვალების ნაცვლად აკვარიუმები და მსგავსი იდეები არსებობდეს და არსებობს, მაგრამ დამუშავების ტექნოლოგია, იდეები, რასაც მე ვაკეთებ, მსგავს ვერ ვნახავთ ვერსად. გამოვიწვიე ხალხში რომ мотиваცია იქნება და ინსპირაცია იქნება ეს ახალი მიმართულება, რომელსაც სურეალისტური კარიკატურა დაარქვი, ხო? კი. ანუ იუმორისტული სურეალიზმი ესე უფრო შეიძლება დაერქვას. ძალიან კაი შესატყვისია ჩემი აზრით. სურეალიზმი ისიც არის კარიკატურა რაღაც დონეზე, მაგრამ თან ამას რომ იუმორს დავუმატებ, თან სასაცილო იდეებიც ემატება და სასიამოვნო სამუშაო არის. ძალიან სასიამოვნო პროცესია. შენ ასევე წეღან რო საუბრობდით, ახსენე რომ რაღაც ახალი მიმართულების შექმნა გინდა, რომელიც ნეგატივში ხატვას გულისხმობს? ხო, ეხლა ვმუშაობ ახალ იდეაზე, ეს არის კუბიზმია, უბრალოდ ნეგატივში, შავზე თეთრით, გრაფიკული კუბიზმი და მინდა რომ კარიკატურასთან გადაკვეთაში გამოვიყენო ეს მიმართულება და ამ წუთას მიდის ზუსტად ეს სამუშაო პროცესი და სავარაუდოდ მალე ალბათ გავაზიარებ უკვე და ხალხს ვაჩვენებ რა გამოვა. მეც მაინტერესებს სხვათა შორის, იმიტომ რომ ექსპერიმენტებმა ძალიან კარგად ჩაიარა და მოგლეთ ნახოთ. ექსპერიმენტებმა? უკვე ექსპერიმენტები. რაღაცები მოსინჯა. აჰა. ანუ შენ სულ ადამიანი ხარ, ვინც სულ ექსპერიმენტავს, ახალი რაღაცების მიგნება ცდილობს და მაქსიმალურად გინდა რომ ახალი სიტყვა თქვა, როგორც ხვდები. ალბათ უფრო ისე ვიტყოდი რომ მე სულ სწავლის პროცესში ვარ საკუთარ თავთან, საკუთარი თავის გაცნობის პროცესში ვარ, რომ გავიცნო და ბოლომდე ჩავეძიო დეტალებში, აი რა შესაძლებლობები მაქვს ან რა მინდა ბოლომდე. თითქოს თუ ზღვარი არც არის. ხო, ცოტა ეგ შეიძლება ჩემთვის ცოტა ამბიციურად ჟღერს ალბათ, მაგრამ უფრო მაინტერესებს რა მინდა ბოლომდე. სადამდე მივდივარ. ამიტომ მაქსიმალურად ვშლი ხოლმე არეალს და სიღრმეებში ჩავდივარ ამ წვრილი დეტალების კუთხით. და ალბათ 80-90 წელს რო ვიქნები, მაშინაც ანალოგიურად ვიქნები რაღაცების გაცნობისა და შეცნობის და სწავლის პროცესში და არავის არ ვიტყვი იმას, რომ აი всё მე ამოვწურე, დავამთავრე, ამის მერე რაღა უნდა გავაკეთო.
მინდა რომ იმ ხალხს ვინც ეხა იწყებს კარიკატურაში პირველ ნაბიჯებს რჩევები მისცე. კი ბატონო, ალბათ ნაკლებად ვიტყოდი რომ პატარები და მოზარდები რომ ჩაერთვებიან კარიკატურაში შეიძლება მოხდეს ეგეთი რაღაც, მაგრამ მე მგონია რომ სანამ ანატომიას სრულფასოვნად არ ისწავლი, მანამდე კარიკატურის დახატვას ვერ შეძლებ. სანამ გრაფიკული ხელი გექნება თუ არ გექნება და რაღაცა ხელი გაწაფული მაგას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. არსებითი მნიშვნელობა მაგას არ აქვს, იმიტომ რომ შეიძლება რაღაცა აკვარელით ჩამოაწოწო და რაღაც ფორმა მისე, იდეას გააჩნია. თავარია რომ იცოდე ფუნდამენტალური ანატომია და რაღაც დონეზე ხატვა უნდა იცოდე აუცილებლად რა. მაგრამ პირველ რიგში ანატომია და იუმორის გზნობა. იუმორი კარიკატურის სასიცოცხლოდ სჭირდება. მინდა გითხრა, ჩემი ძველი მეგობარი ზურა სულაკაური, ზალიკოს ტყუპისცალი ძმა, რომელიც არის უდიდესი და უძლიერესი გრაფიკოსი და სურეალისტი და არაჩვეულებრივი მხატვარი და პიროვნება, არასდროს არ დაინტერესებულა კარიკატურების ხატვით. რომ გაუჩნდა სურვილი ძალიან გამიხარდა. მოტივაცია მას მისცა ჩვენმა ფესტივალმა, როდესაც ავსტრიაში მივდიოდით, გაუჩნდა სურვილი, მოდი მეც წამოვა. ბარემ მონაწილეც ხო არ ვიყო და არ დავხატავს მანამდე და უბრალოდ კარიკატურები არ დავხატავს. სპონტანურად გადაწყვიტა. აი უცებ გადაწყვიტა. ჯერ უბრალოდ წამოსულიყო, ბარემ მონაწილეც ხო არ ვიყო და მოსინჯა თან ადამიანი, როდესაც გრაფიკოსი ხარ და სურეალისტი ხარ და მოინდომებ თან, მონდომებაზეც არის ხა რა 55 წლის ასაკში ხა კაცს, მაგრამ მოინდომა კარიკატურის დახატვა, არაჩვეულებრივი ნახატების შექმნა. და უნდა თქვა ეხლა რომ ამირჩია მე მენტორად. კარიკატურის მენტორად და ძალიან მიხარია და ვამაყობ და თვითონაც ძალიან ბედნიერი არის რომ აი ესე რაღაც ჩვენ გვაქვს რაღაც რა ვიცი ხა ამას ადავარქვა ხა მოსწავლე მასწავლებელზე მეტად ალბათ კოლაბორაციას ავით რომ რომ იდეებს და სწორ ფორმებს ვეუბნები ხოლმე და ისიც რა თქმა უნდა მიმღებლობით ძალიან კარგად და გააუცა ბევრი უცხოელი კარიკატურისტი თავისი ორიგინალური და უჩვეულო სტილით. თქონდა არ დაუზოგავ თავს თუ რაღაც შეგვიძლია პირიქით. და კარიკატურებს სხვებსაც ასწავლედი თუ ეს პირველი იყო? კარიკატურებზე მქონდა რამდენიმე ადამიანთან სწავლების მომენტი, მაგრამ ინტერესი იყო ცოტა ნაკლები და სადაც ინტერესი არ აქვს ადამიანს, იქ დაძალებით და რაღაც რა არის რომ მიდიგინო თუ არა გააკეთე, ეგრე არაფერი მარტო კარიკატურაზე არაფერში არ გამოვა. ახლა რა საკეთებ და რა არის შენი ძირითადი საქმიანობა? ეხლა არის ჩემი ძირითადი საქმიანობა თვეების წინ, როგორც მოგეხსენებათ, მე ვარ ჟირაფი ჟოზეს მხატვარი. იყო მაგის სურვილი და ინტერესი, რომ რაღაც საგანმანათლებლო ცენტრივით გახსნილიყო და ჩავდგომოდი მაგას სათავეში. გაჩნდა იდეა, რომ გაგვეხსნა სკოლა აღმაშენების გამზირზე. ჟირაფი ჟოზეს სამხატვრო სკოლა, სადაც ბავშვები 4 წლიდან განუსაზღვრელად ნებისმიერ ასაკამდე მოდიან, სწავლობენ ხატვას, ინდივიდუალური მიდგომა მაქვს ყველასთან, ზოგი შეიძლება პრინცესას დახატვით სწავლობდეს ხატვას, ზოგი შეიძლება სპაიდერმენის ან რაღაცა სხვა პერსონაჟის აქ არ მაქვს ის რომ მაინც და მაინც დავაჯინო და ყველას ნატურმორტი დავახატინო, სულ ყველას ნატურმორტ შეურაცხყოფას არ ვაყენებ რა თქმა უნდა, თუ სურვილი აქვს დიდი სიამოვნებით. უბრალოდ მე მინდა რომ მათ ხო, რა თქმა უნდა, სწორად დახატოს, მაგრამ რას დახატავს, მას აბსოლუტურად არჩევანი მათზეა. მე თუ მკითხავ ძალიან ამართლებს ეს, იმიტომ რომ თვითონ ძალიან უფრო მეტი სურვილი ექნება. კი, მოტივირებულები არიან, რომ თავიანთი საყვარელი პერსონაჟი ან თავიანთი საყვარელი რაღაც ნივთი ან პეიზაჟი, რას თვითონ უნდათ იმასში უწყობ ხელს, რომ ხატვა ისწავლონ და ყველა ბედნიერი არის და ყველა ერთი სული აქვს ხოლმე პატარებს განსაკუთრებით, რომ როდის დადგება ის დღე, რომ მოვიდნენ ჩვენთან. ან ჟოზეც ისეთი პერსონაჟი ყავს, რომ ცალკე მოტივაცია ბავშვების თუ ჟოზეს სკოლაში მოვიდნენ. ჟოზესაც თუ ხატავენ ხშირად. ძალიან ხშირად ხატავენ ჟოზესაც. მე იქნა მიამატონ კიდე სხვა ჟოზეს პერსონაჟები, ჟოზეფინა და ასე შემდეგ და მთელი სამეგობრო და კი, მთელი სამეგობრო სანამ არ მორჩებიან, მანამდე არ გაჩერდებიან ხოლმე და მეც მიხარია, იმიტომ რომ ჩემთვისაც ძალიან ეს არის და ძალიან სასიხარულო არის შენი საყვარელი პროდუქტი, რომ ბავშვებსაც უყვართ. კარგი. ამ თემებთან დაკავშირებით ყოველთვის რაც პრობლემა არის ხოლმე შემოქმედებით ხალხთან, ეს არის ფინანსები. და მე მაქვს ესეთი კითხვა ხოლმე, რომ აი ძალიან დიდარი ზემდიდარი სპონსორი რო გამოჩნდეს და
გადაწყვიტო შენი დაფინანსება, რა პროექტს დააფინანსებინებდი? ძალიან რა თქმა უნდა ეხლა მაქვს ბევრი იდეა და შემიძლია ყველა ჩამოგითვალო, მაგრამ ერთს გეტყვი და ყველაზე ძვირია ალბათ. ეს არის ჩემი აზრით ისტორიული პროექტი, რაც საქართველოსთვის და ქართველი მომავალი თაობებისთვის იქნება ძალიან დიდი შემართება და ძალიან დიდი როგორ გითხრა, შეიძლება თაობები აღიზარდოს რაღაცა სხვანაირი სულისკვეთებით, როდესაც ეს პროექტი განხორციელდება. ესე მგონია. ეს არის ქართველი აბრაგისა და ბოლშევიკების მტერის მიხა ხელაშვილის ცხოვრებაზე. ეს იდეა მაქვს, რომ ფილმად გადავიღო. არ ვიცი თუ ოდესმე მექნება მაგის საშუალება და ვინმე დაინტერესდება, რომ ეს ფილმი აკეთდეს, შეიქმნას. ძალიან დრამატული და საშინელი ცხოვრება ჰქონდა, არ ვიცი, მიხა ხელაშვილი ხსმენია თუ არ ხსმენია, ეს კაცი იყო ის ადამიანი, ვინც დაწერა ბინდისფერია, ლექსები ჰქონდა ძირითადად, რომელიც მე სიმღერებად ვიცით უმეტესად, ლექსო ამოქთქომდა თავისი გარდაცვალების შემდეგ რაღაც მომენტები ლექსებშიც რაღაცნაირად არ ვიცი როგორი წინასწარმეტყველა, მაგრამ მე სააქაოს ებოდეო და მართლაც რომ დაიღუპა 2 კვირის განმავლობაში დუშეთის პოლიციის წინ სხეული ეს ცხედარი დაგდებული და იხსნებოდა და რა ვიცი ყვავების საძიძნად იყო რომ იმ დროინდელ ბოლშევიკ მმართველობას რომ დაემტკიცებინა ხალხისთვის რომ აი ასეთ ძლიერ ფიგურებს ჩვენ აი რო გასუშვებით და თქვენ სხვებს რას გიზავთ და სხვათა შორის სანამ ცოცხალი იყო მანამდე მთელი ეს მაშინდელი ეს გაკუცას დროინდელ ერთ-ერთი რაზმის წევრი იყო და ბევრი წავიდა საფრანგეთში და ეს არ წასულა დარჩა და თავი შესწირა ჩვენს ქვეყანას და ძალიან ძლიერი და კარგი ფილმი იქნება ჩემი აზრით ოცნებად მაქვს რომ ეს გავაკეთო. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო იყო. იმედი მაქვს რომ ესეთი სპონსორიც გამოჩნდება და ამ ცხოვრებაში გექნება შესაძლებლობა მსგავსი პროექტი შექმნა. წარმატებებს გისურვებ. ძალიან დიდი მადლობა. არაფრის. დაგემშვიდობებით, არ დაგავწოთ არხის გამოწერა, ზარის გლაკის გააქტიურება და დააკომენტარეთ, დაგვესვით ნებისმიერ კითხვა, რაც გინდათ რომ ჩვენ სტუმრებს დავუსვათ. ნახვამდის. კარგად.